მოგესალმებით, მეგობრებო, გილოცავთ ყველაფერს ერთად. ამ წელს მოვეტანოთ თქვენთვის ბედნიერება, სიმშვიდე, კარგ ამბებს ველოდები და თქვენც იგივეს გისურვებთ, ვისაც რამე მოლოდინი გაქვთ, რამე საქმეების, ყველაფერი კარგად დასრულებული იყოს. ამ წელს ვიღაც უკვე არ მაცდის და ჩქარობს. ძალიან ჩქარობს ვიღაც ადამიანი. ეს უფრო ფინანსურ თემას ეხება, იცოდეთ რომ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ფინანსურ თემებთან დაკავშირებით იქნება სიახლეები. ვისაც ხელმძღვანელი ყავთ, მამაკაცი უფრო მაგისგან იქნება რაღაცა თანხა. მოულოდნელად მიიღებთ თანხას. შეგიძლიათ მე ეგეც დაწეროთ. ეხლა ვიკითხავ 6 თვის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება აქტუალური თქვენ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი აქტუალური მოვლენები, ამბები გავარკვიოთ. ორი ვარიანტი მექნება. პირველი ვარიანტი ესეც მეორე ვარიანტი აირჩიეთ და მითხარით ესე დავდებ ორივეს. მოკლედ დავიწყებ პირველი ვარიანტით. ვინც ეს სანთელი აირჩიეთ, მოგესალმებით. ნახოთ ახლანდელი ენერგიები, როგორ ენერგიებში ხართ. მინდა რომ თან ჩანდეს ეს არკანებიც. ახლანდელ ენერგიებს რაც შეეხება, პირველი ვარიანტი მიყვება დროის დინებას. არაფრის შეცვლას არ ჩქარობს პირველი ვარიანტი, რატომღაც ცხოვრებისეულად შესაძლებელია მაინც და მაინც ასიამოვნო პერიოდი არ იყოს და არ გქონდეთ თავი, არც სურვილიც კი თითქოს რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალა, თითქოს დანებდით და გადართული ხართ, თქვენ წარსულზე, მოგონებებზე, გახსენებებზე, რა ვიცი, წარსული ამბების, ცხოვრების, რა ვიცი, ადამიანების, სიტუაციების, თითქოს თქვენი რესურსი ამოწურეთ, რაღაც ესეთი შეგრძნება გაქვთ და დიდი მოლოდინი რომ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, არა და გაშლა კიდევ ზუსტად ასეთ თემაზე გვაქვს, არანაირი მოლოდინი არ გაქვთ მომავლის პოზიტიური ხედვა, საერთოდ არ ჩანს. პირველ ვარიანტში შეიძლება ხშირად ძილიანობა გაწუხებდეთ, დაღლილობის შეგრძნება, გამოფიტვა. პირველი ვარიანტი კარგი იქნება თუ მიიღებთ წყალს დიდი რაოდენობით, დიდი რაოდენობით დღეში 2 ლიტრა მაინც უნდა დაილიოს, ეგ ალბათ იცით და შესაძლებელია სითხეს არ იღებდეთ და გაუწყლებ არ მოგივიდეთ. გოგოებო, რაღაცა მიხედეთ თქვენ ჯანმრთელობას. ეხლა ვნახოთ რა ხდება. კიდევ ერთ არკას დავამატებ. ძალიან შენელებულია თქვენთან ამბები. იშვიათად ხდება ახალი ამბები. რაღაცა ძალიან ნელი ტემპით ვითარდება თქვენი ცხოვრება. ესეთი შეგრძნება გაქვთ ყოველ შემთხვევაში, ესე მაჩვენებს, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, ეხლა კი ცოტა ნაკლებად არის ეგდომა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, არაფერი ისე ადვილად თქვენთან არ მოდიოდა, თქვენ ყველაფერი რთულდებოდა. ბევრი განსაცდელი ქონდა, როგორც ჩანს, პირველ ვარიანტს. კარგი, ახლა ვნახოთ უკვე აქტუალური მოვლენების სიტუაცია, რასაც მაჩვენებს ტარო 6 თვის განმავლობაში რა იქნება. მიდია ჩანს აქ არკანები. როგორც ჩანს, 6 თვის განმავლობაში თქვენ წინ გადაიშლება, თქვენ და მოულოდნელად ესეთი ფართო სპექტრი იქნება არჩევანის წინაშე დადგებით სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, ანუ როგორც პირადში, ასევე კარიერულად სამსახურის ამბებშიც უნდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი არ იქნება, აქ გექნება დასარჩევად საქმე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეხლა ამ გადმოსახედიდან. მინდა ვთქვა, რომ სწორად უნდა იმოქმედოთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში აქ არის ასე ვთქვათ, მოტყუების მცდელობა, მინდა ვთქვა, შეიძლება ვიღაც ადამიანმა ნამეტანი მიგიზიდოთ და ეს საერთოდ დაივიწყოთ ამ ადამიანის გავაგრძელებ ამ ადამიანის
თუ გინდა მატერიალური მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა, ზოგადად მენტალური მდგომარეობა, არასწორი არჩევანი არ გააკეთოთ. მოკლედ ამის თქმა მინდა პირადში განსაკუთრებით ძალიან ფრთხილად იყავით, ყველაფერს დაუკვირდით, ეცადეთ ესეთი გონების თვალით შეხედოთ ამ ადამიანს, ვინც გამოჩნდება, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ამ ადამიანზე შეიძლება ძალიან დამოკიდებული გახდეთ და აი მის გარდა ვერავის ვეღარ ამჩნევდეთ, ვერავინ ვერ აღიქვათ, არ და ეს ადამიანი თქვენთვის ძალიან მავნებელი იქნება. ამიტომ სწორი არჩევანი გააკეთეთ, იმიტომ რომ აქ მეორე ადამიანიც იქნება, რომელიც მაქსიმალურად ესწრება სულიერი ჭირობები მოგიშუშოთ, თუ მისცემთ მაგის უფლებას, ემოციურად უფრო მეტად გაგზარდოთ, თქვენზე იზრუნოს. ესეთი ამბებია და მეორე მხრივ კარიერის მხრივ მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მდგომარეობა გექნებათ, ძალიან კარგი პარტნიორი შეიძლება შეიძინოთ სამსახურში, კარგი გუნდი შეიძლება შეიკრას, ამის თქმა მინდა და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არის სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი მოხდეს სიახლეები, ანუ როგორც ჩანს აქ მეორე ვარიანტი დატოვებს ძველს, დატოვებს თავის ფესვებს, ასეთი შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ აქ თითქოს უკვე არაფერი არ არის ესეთი, რასაც ხელს მოკიდებდა კარგად წავა, ანუ საქმის მხრივ შესაძლებელი არის აქ სხვა ქვეყანაშიც მოგიწიოთ ასე ვთქვათ, წასვლა, თუმცა ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ამ სამსახურთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აქაც შეიძლება 2 და შეიძლება 3 სხვადასხვა საქმის შესახებ გაიგოთ და აქ უფრო სწორ არჩევას აკეთებთ, როგორც ჩანს. და მინდა ვთქვა, რომ აქ ხელმძღვანელი ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ძალიან საინტერესო, როგორც ეს პირველ ვარიანტს ეხებოდა აი თანხას ერთ კვირაში მიიღებთ მაქსიმუმ რო ვთქვი, ხო? ეს ადამიანი პირველი ვარიანტის არის ხელმძღვანელი და აუცილებლად ამ ადამიანთან ურთიერთობის შემთხვევაში და მოლოდინიც უნდა გქონდეთ, როგორც მოთმინებით უფრო სწორად დაელოდოთ ხოლმე შედეგს ამ ადამიანთან. ამ ადამიანს არ უყვარს სისწრაფე, ერთი ეს არის ძალიან დინჯი პიროვნება არის. თუმცა როცა საქმეს შეასრულებთ, ყველაფერს მიიღებთ. უბრალოდ ამ ადამიანს ცოტა გაწოლება უყვარს თანხების მხრივ, აი შეიძლება უფრო მეცელოდებოდეთ და ნაკლები მოგეცეთ და ნელ-ნელა დროში გაიწელოს, თუმცა ამის მიუხედავად ამ ადამიანის იმედი შესაძლებელი არის ნამდვილად შეგიძლიათ დაიყოთ კიდევაც ეს ადამიანი ძალიან რთულად ენდობა თავის თანამშრომელსაც ძალიან ხშირად ამოწმებს და თუ კარგი თვალით შემოხედავთ, უკვე ყველაფერი შეიძლება და ეს ზუსტად ესეც იქნება, მინდა ვთქვა. თვითონ ეს სიტუაციაც კი თანხებზე რაც ვილაპარაკე, ეს მომენტის გამოსწორდება, ასე ვთქვათ. აი ესეთი ამბები მაჩვენა პირველმა ვარიანტმა, მადლობას გიხდით. გემშვიდობებოდით და მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი კიდევ რაღაცა სიურპრიზები გელოდებათ, რომელსაც თვითონ ტარო არ მეუბნება რას ეხება კონკრეტულად, მაგრამ იცოდეთ საბედისწერო ძალიან დიდი სიურპრიზი, აი ეს ფეერვერკის გასროლასავით ჭრიალა ამბავი მოხდება პირველი ვარიანტის შემთხვევაში, რასაც ეხლა საერთოდ ვერ იფიქრებთ და მე აუცილებლად გამაგებინეთ, მეც ძალიან დავინტერესდი. წარმატებებს გისურვებთ პირველ ვარიანტო. მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ჩვენი უქუდო სანტა ვინც აირჩია. ნახოთ ეხლა უკვე მეორე ვარიანტი, როგორ ენერგიებშია. ამჟამად მეორე ვარიანტი. რატომღაც ბევრი არკანი მინდა მომეღო. მინდა ვთქვა, მეორე ვარიანტი არის ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც არის ძალიან მარტოსული, ამ მარტოობაში ფაქტურად გაიზარდა კიდევაც. ამ ადამიანის ცხოვრება გავს მუდმივ დამშვიდობებას, აი თითქოს ვიღაცა სულ მიდის ამ ადამიანის ცხოვრებიდან, პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით უიღბლობა ჩანს, ყოველ შემთხვევაში ეხლა ამდენ ემოციურს რასაც ვკითხულობ, ესეთია, ადამიანი არის ძალიან გულჩათრობილი, სევდიანი, წესით ძალიან მზრუნველი პიროვნება, მაგრამ როგორც ჩანს, თავის დროზე შესაძლებელია ზუსტად ამ თვისებამ დაუპა და ზედმეტ ზრუნვამ დააკარგინა ვიღაც ადამიანი. ეს მეორე ვარიანტი, ასე ვთქვათ, ამჟამად საერთოდ
ფიქრობს აღნიშნული ადგილის დატოვებაზეც კი, ფიქრის კვალობაზე, რადგან აქ ვერ გრძნობს თავს კარგად, სადაც არის და რო ვთქვა, რომ აქ ვინმე ელოდება პირად ურთიერთობას საერთოდ აღარ არის მოლოდინი, რაღაცა იმედგაცრუებულები ხართ, ესეთი ემოციური მდგომარეობა გაქვთ. მოდი ვნახავ ახლა 6 თვეში რა მოხდება მნიშვნელოვანი თქვენ ცხოვრებაში. ძალიან კარგია ის, რომ 6 თვის განმავლობაში მართალია ცოტა ნელა, მაგრამ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. აქ რომ თქვა პირადი ურთიერთობა ჩანს, არა, პირადი ურთიერთობაში არაფერი ისეთი არ ჩანს მნიშვნელოვანი, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით მეორე ვარიანტო უნდა იცოდე, რომ არაჩვეულებრივად წაუძღვები იმ საქმეს, რასაც ხელს მოკიდებ. აქ პირდაპირ აღნიშვნა მოდის, შექება, შანსები, აქ თანხების მომატება. ასევე მეორე ვარიანტი შეიძლება რაღაც ნიღაბსაც ჩამოხსნი ვიღაც კონკრეტულს მიმართე ახლა თვითონ თანამშრომელს და აი ამ სიტუაციაში ფაქტურად დაჯილდოვდები კიდევაც. ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ვარიანტს აქვს ფინანსური მდგომარეობის მხრივ ახალი კარგი სიახლეები, ასევე მეგობრების მხრივაც შესაძლებელი არის, აი აქ ეხლანდელ მდგომარეობაში მარტოსული ხართ, მეთქი რომ თქვი, აქ შესაძლებელი არის რაღაცა სამეგობრო წრე შეიკრას, რომლებიც თქვენთან ერთად გაიზიარებენ ყველაფერ კარგს და ძალიან ესეთი წინამძღოლივითაც კი იქნებით ამ ადამიანთან მისაბაძი მაგალითიც კი გახდებით. ესეთი ამბები, მოდი ერთ არკანს კიდევ დავამატებ. არაჩვეულებრივი ყველაფერი გამოგივათ მეორე ვარიანტო, აი როგორც ფენიქსი მართლა ფერფლიდან აღდგებით და ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს, ახალი წამოწყებები გელოდებათ. უბრალოდ აქ ისეთი სიტუაცია არის, ეხლა თუ გწყდებათ გული პირადზე, უნდა იცოდეთ, რომ აი 6 თვის განმავლობაში იმდენად დაკავებული იქნებით, საერთოდ არ გეცლებათ პირადისთვის, იმდენად საინტერესო ამბები მოხდება თქვენ ცხოვრებაში. დიდი ხანი თუ რაღაცა პაუზდებოდა, დიდი ხანი თუ რაღაც არ გამოგდიოდათ, აი ისეთ ძალას იპოვით თქვენ თავში, თქვენ თვითონვე გაგიკვირდებათ. აი ასეთი სიტუაცია არის, მადლობას გიხდით ორივე ვარიანტს. გემშვიდობებით, გამაგებინეთ შემდეგ კომენტარებში, როცა აგიხდებათ. დროებით.